გამარჯობათ. დღეს ზურაბ ჯაფარიძე დაიჭირეს და მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტი ჩვენი ბრძოლის ადეკვატურად გავიგოთ, იმისთვის, რომ ის მსხვერპლი და თავდადება, რომელიც ზურაბს გვაჩვენა, არ იყოს უკვალო და პირველ რიგში უნდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს რამენაირად შეიძლება იყოს უკვალო. და მე ჯერ არ შემხვედრია საბედნიეროდ არც ერთი არც კომენტარი არც მოსაზრება, რომ ჩვენ რაღაც რა დაგვემართა და რეჟიმი გაგიჟდა და უფრო საშიშია და ასე შემდეგ პირიქით უფრო მეტ ბრას ვხედავ და უფრო მეტ შემართებას, რომ უბრალოდ შანსი არ არის, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს და ეს ძალიან კარგი არის. მაგრამ მაინც მინდა შემოგთავაზოთ ერთი ხედვა, რომელიც შეიძლება უფრო დაგვეხმაროს ეს ბრძოლა და ესეთი თავდადების პატარა მონაკვეთები დავაფასოთ და დავიხმაროთ იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ პროტესტში და რაღაცნაირად არ შეგვეშინდეს ან არ დავბრკოლდეთ, ხო? და ამისთვის უბრალოდ მინდა გავიხსენო ფილმი 300, თუ გაქვთ ნანახი, კომიქსზე დაფუძნებული ფილმი 300 სპარტელზე და ძალიან ესეთი ამბავი არის, ხო, 300 სპარტელის ამბავი არის მცირე ჯარმა მოახერხა დიდი სპარსული ჯარის შეკავება და ყველა მოკვდა. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოკვდა, არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ სპარტელებმა წააგეს. ისტორიულად მათ დრო მისცეს, რომ თქვა ბერძნები უფრო მეტად მომზადებული იყვნენ და ასე შემდეგ, ეს გასაგებია, მაგრამ ფილმში არის ეს საინტერესო მომენტი, გადაწყვეტა სად იგებენ სპარტელები და არის ეს ამბავი, რომ არის დემოკრატიული საბერძნეთი, სპარტა დემოკრატიულში გადის ფილმში და არის ეს რაღაცა ტირანიული სპარსეთი, რომელსაც მართავს ღმერთი. ოსტოში ესე ამბობს, რომ ის არის ღმერთი. და ეს დაპირისპირება დემოკრატიულ მრავალფეროვან ათენსა და რაღაც ერთპიროვნულად მართულ სპარსეთს შორის, ეს არის თავარი დაპირისპირება ამ ორ სამყაროს შორის. და ლეონიდასი მეფე ამბობს ესეთ ფრაზას ბრძოლის დაწყებამდე, რომ სანამ ეს ბრძოლა დამთავრდება, მე დავამტკიცებ, რომ ღმერთებსაც შეიძლება სისხლის დიოდეთ. და ბოლო ეპიზოდში, ბოდიში სპოილერისთვის, ის შუბს ისვრის სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე და გაარტყავს ქსერქსეს ლოყაზე. და ვერ მოკლავს, მაგრამ დაჭრის. და ზუსტად ეს არის ის მომენტი, სადაც მან გაიმარჯვა, იმიტომ რომ პირველი მან შეასრულა ისაც თქვა, მან დაამტკიცა, რომ ღმერთი არ არის ქსერქსე, რომ ის უბრალოდ ადამიანია, ანუ ის მოკვდავი არის და მისი მოკლა შეიძლება და რაც მნიშვნელოვანია, გააკეთა ის, რაც აღთქმული ჰქონდა. ანუ მას გამარჯვებად ჰქონდა დასახული, ანუ მიზანი იყო ისაც მიაღწია და რახან მიაღწია, ამიტომაც გაიმარჯვა. ამიტომ გადარჩენა ლეონიდასის მიზანი არ ყოფილა, ამიტომაც მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ თავად გარდაიცვალა. ამიტომ მაგალითად ნებისმიერი თავგანწირო, რაც ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, აქ იგივე იმას გადის რაღაცა საფეხურებს, რომ თავარი გამარჯვებაში არის მიზნის მიღწევა და არა ცოცხლად დარჩენა მაგალითად, ან არა სხვა რაღაცის მიღწევა, ხო? და ქრისტიანობა რო წარმოვიდგინოთ, ქრისტეც ჯვარზე აღესრულა და შეიძლება ვთქვათ, რომ აი წააგო, ხო, რა ვიცი, მოკვდა, მაგრამ ვინაიდან მას სწორედ ეს ჰქონდა მიზნად დასახული, რომ ის ჯვარზე უნდა მომკვდარიყო და უნდა მომკვდარიყო საკუთარი ნებით, ამით მოუგო მან სიკვდილს, ხო, ეს სიკვდილისა დამთრგუნველი აღდგომის ლოცვაც ზუსტად ამაზე მეტყველებს, ხო? არ ვიცი, ნებისმიერი რა ვიცი, რაც უნდა თავდადების ან გმირობის მაგალითად წარმოიდგინოთ, იქ სადაც მიზანი მიღწეული არის, ყველა დანარჩენი გარემოება რაც შეიძლება, რომ ვიღაცამ ჩათვალოს, რომ აი ჯობდა, რომ ესე ყოფილიყო, ან ცოცხლად დარჩენილიყო, ან მეტი ფულიოშო ან რაღაცა, უკვე მეორადი ხდება, იმიტომ რომ თავარი მიზანი მიღწეული არის. ამიტომ ხა აქ ჩვენ შეკითხვა უნდა დავსვათ, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ როგორც პროტესტში მდგომი ხალხი, თქვათ რუსთაველზე მდგომი, ვიღაცა სხვადასხვა რაღაცას აქტიურობს, წინ მივიწევთ თუ არა და ვიგებთ თუ არა და მე ვფიქრობ, რომ აქ მიზანი უნდა ცხადად ვთქვათ რა არის მაშინ. და სამწუხაროდ ჩვენთვის მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მალე რეჟიმი
გამოვიდეს ღიად ასპარეზზე როგორც დიქტატორული რეჟიმი სრულიად. ანუ ის კი არა რომ ბელორუსიზაცია მიდის ეხლა ან რუსიფიკაცია ან ასე შემდეგ, არამედ და ეს ორმაგი თამაში რომ თან ევროპასთან ევროპის დროშა დაკიდეს ეხლა პარლამენტზე, ხო, რატომღაც, ხო, რომელიც თავად დააწევინეს საკუთარ რაღაც დაჯგუფებებს რამდენიმე წლის წინ. და აი აქ ეს რაღაცას თამაშობენ, რომ თან ევროპელები არიან, თან პოლიტპატიმრები ყავთ, თან ევროპელები არიან, თან, რა ვიცი, დემოკრატები არიან, თან არჩევნებს არ ატარებენ. რაღაცა სამართლებრივი სახელმწიფოა, თან თავის გედედეს ხალხს ახოცინებენ, ხო? კანონის უზენაესობას პატივცემენ ძალიან მკაცრად, მზიამაღლობლის შემთხვევაში და, რა ვიცი, საკუთარი ხალხმა გაყიდა ერთმანეთს აჩუქა ნახევარი საქართველოს ტყეები და არავინ არ იბერტყავს ყურს. ხო და ამ სიტუაციაში რთულია ჩვენთვის ჩვენი თანამოქალაქეების დარწმუნება, რომ ჩვენ კარგად არ ცხოვრობთ, ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელსაც ეს რეჟიმი არავითარ შემთხვევაში არ გადაჭრის, იმიტომ რომ მისი ბუნება არის ის, რომ არ გადაჭრას. და ამიტომაც ჩვენი ამოცანა არის, რომ მალე გამოჩნდეს, რომ ესენი არიან დიქტატორები, დიქტატორული რეჟიმი გვაქვს და თუ ვინმეს თქვა გუშინდლამდე დღევანდლამდე ეჭვებარებოდა ამაში, ზურას ნაბიჯმა ეს ამას უფრო ფარ დაახადა, ხო? ზურა არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ რეჟიმად დღეს ჩასვა ციხეში. აბსოლუტურად, ანუ რაღაც ადგილას არ მისვლის გამო ჩასვა ერთი წლის ციხეში, ადამიანი დააშორა საკუთარ ოჯახს, საკუთარ მცირეწლოვან ბავშვებს და არ ვიცი, ელემენტარული მგზნობელობა ან მოსამართლეს ან პროკურორს ან ვინმე სისტემას რო ქონოდა, ის ამას არ გააკეთებდა. აი ეს გაუგებარი არის არა მხოლოდ ნებისმიერ ცივილური ან რაღაცა ცნობიერებისთვის, არამედ ყველასთვის. ვერავის ვერ აუხსნის, რატო დაიჭირეს ადამიანი იმ კომისიის დასმენის გამო, რომელიც იძიებს მთავრობის რაღაც საქმიანობას, რომელთანაც ზურას არანაირი შეხება არ ქონია იმ პერიოდში, რომელსაც ეს კომისია იძიებს. ამიტომაც ზურას ნაბიჯმა ცხადყო, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაჰუმანურ სისტემასთან საქმე, რომ ეს სისტემა მზად არის უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩასვას, თუ ვინმეს ეჭვიებარებოდა აქამდე, აი ამ ჩვენი პოლიტპატიმრებით, მიუხედავად პოლიტპატიმრების არსებობისა, რომ აი სისტემა არ იყო ძალადობრივი თუ მოძალადე და უსამართლო, ზურას ნაბიჯმა უფრო ცხადყო ეს. კიდე იქნება დაჭერები, ხო, ვიცით რომ არიან მელია, გვარამია და სხვები, ჯაფარიძე და ხაზარაძე, სამწუხაროდ, უნდა ვნახოთ მათი გადაწყვეტილება რა იქნება, მაგრამ აქ მთავარი შეკითხვა არის, გაუძლებს თუ არა სისტემა, თქვათ 6-7 პოლიტიკოს-პოლიტპატიმარს მაგალითად, ხო, იმიტომ რომ აი ეს თითქოს, თქვათ, მზიამაღლობელი არ ეთვლება სისტემას პოლიტპატიმრად. ახლა ვნახავთ აი პოლიტიკოსებს გაუძლებს თუ არა და პოლიტიკოსების დაჭერა არც ერთი სახელმწიფოსთვის მარტივი არ არის, არც ერთისთვის. ერთი ნავალნი გაეჭხირა ყელში ვლადიმერ პუტინს, ხო? ეს ერთი მხრივ დაგვეხმარება, რომ გარედან წნეხი გავზარდოთ, იმიტომ რომ გაუგებარი იქნება დასავლეთისთვის, როგორ შეიძლება ხალხი ესე დაიჭირო მასობრივად არაფრის გულისთვის და მეორე მხრივ დაგვეხმარება იმისთვის, რომ უბრალოდ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან რაღაც ილუზიებში, უბრალოდ უთხრათ, რომ ეს არის აბსურდი, სასამართლო არის აბსურდი, პროკურატურა არის, არ ვიცი, აბსურდი, ბრძანებები მიიღება არა იქ, სადაც გადაწყვეტილებები არ წყდება სასამართლოში, ხალხს ყრიან სასამართლო, ანუ მთელი ეს ძირკი, რაც დღეს ვნახეთ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმისკენ, რომ რაღაც დავინახოთ, რომ ვართ ძალიან რთულ სიტუაციაში. შესაბამისად, მე თქვენ ნებისმიერი ადამიანი, რაც არ აკეთებს ამ პროტესტის განმავლობაში, მიზნად დაისახეთ არა დიქტატურის ჩამოქცევა ხვალ, აი ზურა ჯაფარიძემ ჩამოაქცია თუ არა დიქტატურა, არ ჩამოაქცია, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს რეჟიმის მხარდაჭერას შეუქმნა პრობლემა ყოველდღიურობაში, იმიტომ რომ ეს ადამიანები დამატებითი ტვირთით გაიღვიძებენ ხვალ მათმა არჩეულმა ან მხარდაჭერილმა რეჟიმმა აბსოლუტურად უდანაშაულ კიდევ ერთი ადამიანი გაუშვა ციხეში და უფრო ჩვენ გაგვიადვილა ამ სისტემისთვის დიქტატურის დაძახება. ამიტომაც ისევ და ისევ დიქტატურის დამხობის მომენტი მოვა, მაგრამ პირველ რიგში უნდა დადგეს დიქტატურის აღწერის, ანუ აბსოლუტური აღწერის დრო. და როდესაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა უკვე ღიად იტყვის, რომ ეს არის დიქტატურა, აი მაქედან დაიწყება აბსოლუტურად სხვა ტიპის ბრძოლა, რომელსაც უკვე
რა ვიცი, ცოტა დეკემბრიდან ელოდება ბევრი, მაგრამ არ ხდება არც ერთ სხვა სიტუაციაში ესე. ყოველთვის ჯერ უმრავლესობა უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ სისტემა არის უსამართლო და ძალადობრივი. აქეთკენ მივდივართ და ზურა ჯაფარიძის ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო წინ წაგვწია ამ საქმეში და ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ზურა ციხეში არის, წააგო რეჟიმმა. ეს რაუნდი ზურასთან და პროტესტთან წააგო სისტემამ. შესაბამისად, აი ეს დამარცხება, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ესე აღვიქვათ, სინამდვილეში არის გამარჯვება და არ შეიძლება რომ ამას ეს არ დაუფასოთ ზურას, იმიტომ რომ მისი თავდადების გარეშე ეს არ მოხდებოდა. სამწუხაროდ და ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის, უსურვებ გამძლეობას და იმედია, რომ იმაზე უფრო ადრე აეხილებათ ჩვენ თანამოქალაქეებს თვალები, ვიდრე ეს ზურასთვის მისჭილი რაღაცა ვადა ამოიწურება და ის ვფეროთ, რომ მალე იქნება ისევ ერთიანი საკუთარ ოჯახთან ერთად. ასე რომ ვაგრძელებთ ბრძოლას, მივიწევთ წინ. მადლობა დროებით.